1954-56 წლების სანსირის სამხედრო სასწავლებლის გამოშვებას საფრანგეთის მთავრობამ საფრანგეთის ეროვნული გმირის დიმიტრი ბაზორკა ამილახვარის სახელი უწოდა. დიმიტრი ამილახვარი დაიბადა 1906 წელს ჩრდილო ოსეთში, სოფელ ბაზორკინოში და ამიტომ შეერქვა მეტსახელად ბაზორკა. 1921 წლამდე თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა. ამ პერიოდში მისი თანაკლასელები იყვნენ სერგო ზაქარიაძე და ილიკო სუხიშვილი. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა ნადირობა დაიწყეს ამილახვრებზე და დიმიტრი მშობლებთან ერთად პარიზში გაიქცა. 1926 წელს მან სანსირის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და უმცროსი ლეიტენანტის წოდებით საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. ეს იყო საფრანგეთის არმიის უძლიერესი შენაერთი, რომელშიც მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანები მსახურობდნენ: არისტოკრატები და რეციდივისტ კრიმინალები. უცხოური ლეგიონი ტრადიციულად საფრანგეთის საზღვრებს გარეთ იბრძოდა და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. მალე დიმიტრი ამილახვარმა თავი გამოიჩინა როგორც უმამაცესმა ოფიცერმა. 1934 წელს დაინიშნა აგადირის ზემდეგთა პროფესიული სკოლის უფროსად. 1939 წელს გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა. 1940 წლის 9 აპრილს გერმანიამ მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა დანიასა და ნორვეგიაზე. დანია უბრძოლველად დანებდა, ხოლო ნორვეგიის დასახმარებლად ფრანგულ-ინგლისური კორპუსი გაეშურა, რომლის უდიდესმა ნაწილმა 25 აპრილს წინააღმდეგობა შეწყვიტა. ნორვეგია გერმანელ ფაშისტთა ხელში აღმოჩნდა. ერთადერთი ქალაქი, რომელიც არ დანებდა, იყო ნარვიკი, რომელსაც უცხოური ლეგიონი იცავდა. მთელი მაისის განმავლობაში გერმანიის სარდლობამ ვერაფერი მოუხერხა ნარვიკის გმირ დამცველებს, რომელთა შორისაც გამორჩეული იყო ალჟირიდან ახალდაბრუნებული ოფიცერი ბაზორკა ამილახვარი. 8 ივნისამდე ეკავათ პოზიციები. გამორჩეული გმირობისათვის საფრანგეთის მთავრობამ დიმიტრი ამილახვარის საბრძოლო ჯვარით დააჯილდოვა. მალე გერმანიამ საფრანგეთს შეუტია. მარშალი პატენის უსუსური სტრატეგიის შედეგად პარიზი დაეცა. მაიორი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და გენერალ შარლ დე გოლის თავისუფალი საფრანგეთის არმიას შეუერთდა. 1940 წელსვე დაიწყო ჩრდილო აფრიკის სამხედრო კამპანიები და დიმიტრი ამილახვარიც აფრიკაში აღმოჩნდა. საფრანგეთის კოლაბორაციონალისტურმა მთავრობამ საფრანგეთის აფრიკული კოლონიები და ახლო აღმოსავლეთის სამანდატო ტერიტორიები გერმანიასა და იტალიას დაუთმო. როგორც ჰიტლერისათვის, ასევე მუსოლინისათვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ალჟირისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობსაბადოები და სუეცის არხის კონტროლი. ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში იტალიურ-გერმანულ არმიებს 1941 წლიდან სარდლობდა ფედმარშალი რომელი, ანტიფაშისტურ კოალიციას გენერალი ეიზენჰაუერი, ფედმარშალი მონტგომერი, ფედმარშალი ალექსანდერი. ამ დროისათვის ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი თავისი ნახევარ ბრიგადით ჩრდილო აფრიკასა და სირიაში იბრძოდა. მისმა შენაერთმა ერიტრეაში აიღო ქალაქი მასაე. ის კიდევ ერთხელ დააჯილდოვეს. 1942 წლის 27 მაისიდან 11 ივნისამდე სისხლის მღვრელი ომები მიმდინარეობდა ეგვიპტეში, ბირ ჰაკეიმთან, სადაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაზორკას შენაერთმა. ბრიგადა გადასროლილი იქნა სირიაში, დამასკოს მიმართულებით. 1942 წლის 21 ივნის დიმიტრი ამილახვარი და მისი თანამებრძოლები პირველები შეიჭრნენ ქალაქში. გენერალმა შარლ დე გოლმა ამილახვარი გამათავისუფლებლის ჯვარით დააჯილდოვა, ხოლო საფრანგეთის პროფაშისტურმა მთავრობამ დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა ეგვიპტეში, ელ ალემეინთან დაიგეგმა. ამერიკულ-ინგლისურ-ფრანგული შენაერთები 150,000 ჯარისკაცს ითვლიდა. იტალიურ-გერმანული 96,000 ჯარისკაცს. აქ იმყოფებოდა 36 წლის ქართველი თავადი დიმიტრი ამილახვარიც. მონტგომერიმ 23 ოქტომბერს დაიწყო შეტევა. იერიშში ჩაერთო ამილახვრის ნახევარ ბრიგადას. პირველი დღე ბრძოლაში მიიწურა. 24 ოქტომბერს კვლავ შეტევაზე წაუწყო ამილახვარი თანამებრძოლებს და დაეცა. ტრის ტყვიით მოწელილი. ელ ალამეინის ბრძოლა 3 ნოემბერს დასრულდა ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვებით. საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით დიმიტრი ამილახვარი საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ. კიდევ ერთი გმირი ამილახვარი ჩაიწერა ისტორიაში.